სპორტის სამინისტროსა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ინიციატივით ერთობლივი ვებგვერდი შეიქმნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებაში შეხვედრა გაიმართა. მხარეების განცხადებით საიტი 1936-დან 1990 წლების ჩათვლით თბილისის დინამოს მატჩების მიმოხილვას აერთიანებს. პროექტის ინიციატორთა განმარტებით ინტერნეტ პორტალში ტექსტურ მასალებთან ერთად ფოტოებიც არის განთავსებული. საიტი გასულ საუკუნეში საქართველოში გამოცემულ სპორტულ მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა. 50 წელი გამარჯვებიდან პირველად საქართველოს კავშირის ისტორიაში საქართველოს თბილისის დინამო გახდა ჩემპიონი პირველად. ამ თარიღის აღნიშვნა აუცილებლად ჩავთვალეთ. ეს ნიშნავს გავაერთიანოთ მთელი საფეხბურთო საზოგადოება, მთელი საზოგადოება გავიხსენოთ ის არაჩვეულებრივი პიროვნებები, ვინც მოღვაწეობდნენ და თამაშობდნენ იმ გუნდში, ვინც წმინდა ამ გუნდს და პატივი დავდოთ ამ ადამიანებს მომავლის იმედად. დინამო თბილისის ჩემპიონობის 50 წლის თავი არის და ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ გადაწყვეტეთ ჩვენს აღნიშნოთ ეს საიუბილეო დღე. ამისათვის შექმნით ახალი ელექტრონული ბიბლიოთეკა. ჩვენ უკვე არსებულ ონლაინ ბიბლიოთეკაში დავამატებთ გაზეთებიდან ამოღებული სტატიები დინამო თბილისის ყველა თამაშების შესახებ 1936 წლიდან დაახლოებით 92 წლამდე.